თავი მეოცე. ამბოხების ჩაცხრომის შემდეგ პავლემ დაიბარა მოწაფეები. დაარიგა დაემშვიდობა, გავიდა და მაკედონიისკენ გასწია. ის ადგილები რომ მოიარა და მრავალი სიტყვით დაარიგა, ელადაში მივიდა. იქ 3 თვე დახო, ხოლო სირიაში გადაცურვა რომ დააპირა, იუდეველებმა მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს. ამიტომ გადაწყვიტა მაკედონიის გზით დაბრუნებულიყო. მას აზიამდე თან ახლდნენ ბერეიელი სოპატრე პიროსი, თესალონიკელთაგან არისტარქოსი და სეკუნდოსი, დერბელი გაიოზი და ტიმოთე, აზიელები კი ტიქიკოსი და ტროფიმე. ისინი წინ წავიდნენ, რათა დაგლოდებოდნენ ტრუადაში. ჩვენ კი უფუარობის შემდეგ ფილიპედან გავცურეთ და მე-5 დღეს მივედით მათთან ტრუადაში, სადაც 7 დღე დავყავით. 7-ეულის პირველ დღესვე, როდესაც მოწაფეები შეიკრიბნენ პურის გასატეხად, პავლე, რომელიც მეორე დღეს გამგზავრებას აპირებდა, ესაუბრებოდა მათ და შუაღამემდე გააგრძელა სიტყვა. ზედათვალში, სადაც ჩვენ ვიყავით შეკრებილები, ბევრი ლამპარი იყო. ერთი ჭაბუკის სახელად ევტიხი, რომელიც სარკმლის რაფაზე ჩამომჯდარიყო, რა კი პავლეს სიტყვა გაუგრძელდა, ძილქუშმა მოიცვა და მძინარე, მესამე სართულიდან გადავარდა და მკვდარი აიყვანეს. ჩამოვიდა პავლე, დაემხო მას, მოეხვია და თქვა: ნუ შეშფოთდებით, ვინაიდან სული მისი მასთანვია. ავიდა ზევით, პური გატეხა და ჭამა. კარგახან საუბრობდა განთიადამდე და შემდეგ წავიდა. ამასობაში ისყრმა ცოცხალი მოიყვანეს, რამაც დიდად ანუგეშა ისინი. ჩვენ წინ გავწიეთ ხომალდით და გავცურეთ ასონში, რათა პავლე წამოგვეყვანა იქიდან. ასე გვიბრძანა, რადგანაც თავად ფეხი დაპირებდა ასვლას. როდესაც ჩვენ შევხვდა ასონში, წამოვიყვანეთ იგი და მოვედით მიტილენეში. იქიდან გავცურეთ და მომდევნო დღეს დავდექით ხიოსის პირდაპირ. მეორე დღეს მივადექით სამოს. დავყავით ტროგილიუმში და მომდევნო დღეს მივედით მილეტში. პავლემ გადაწყვიტა ეფესოსთვის გვერდი აექცია, რომ არ დაყოვნებულიყო აზიაში, ვინაიდან ჩქარობდა, უნდოდა 50-მე დღეს იერუსალიმში ყოფილიყო. ხოლო მილეტიდან მიავლინა ეფესოში და დაიბარა ეკლესიის უხუცესები. როდესაც მოვიდნენ მასთან, უთხრა: თქვენ იცით, რომ პირველივე დღიდან, როდესაც აზიაში მოვედი, მუდამ თქვენთან ვიყავი. ვემსახურებოდი უფალს სრული თამდაბლობით, მრავალი ცრემლითა და განსაცდელით, რომელიც შემემთხვა იუდეველთა ბოროტის რახვებით. არაფერი დამეშურვებია სასარგებლო, თქვენთვის რომ არ მექადაგნა და არ მესწავლებინა საჯაროდ თუ სახლებში. ვუმოწმებდი იუდეველებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებას და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას. და აჰა, ახლა სულის მიერ შეკრული მივდივარ იერუსალიმში და არც კი ვიცი იქ რა შემემთხვევა. მხოლოდ სულიწმიდა მიმოწმებს ყველა ქალაქში და მეუბნება, რომ ბორკილები და გასაჭირი მელის. მაგრამ სიცოცხლე არ ადმიღირს, ოღონდ კი იმ ჩემ სარბიელსა და მსახურებას დავასრულებდე, რომელიც უფალ იესოსგან მივიღე, რათა დავამოწმო ღვთისმადლის სახარება. აჰა, ახლა ვიცი, რომ ვეღარ იხილავს ჩემს სახეს ვერც ერთი თქვენგანი, რომელთა შორისაც დავდიოდი და ვქადაგებდი ღვთის სასუფეველს. ამიტომ გიმოწმებთ თქვენ ამ დღეს, რომ უბრალო ვარ ყველა სისხლისაგან. ვინაიდან არ დამიტოვებია გაუცხადებლად ღვთის ყოველი ნება. გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედად სულიწმიდამ დაგაყენათ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა. ვინაიდან მე ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგივარდებიან ულმობელი მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს და თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა მოწაფეები გადაიბირონ. ამიტომ ფხიზლად იყავით, გახსოვდეთ, რომ 3 წელიწად დღე და ღამე განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თითოეულ თქვენგანს. ახლა კი ძმებო, მიგანდობთ უფალს და მისი მადლის სიტყვას, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და მოგცეთ სამკვიდრებელი ყოველ გაწმენდილთან ერთად. არავისი არც ვერცხლი მინატრია, არც ოქრო, არც ტანისამოსი. თქვენ თვითონ იცით, რომ ეს ჩემი ხელები ემსახურებოდა ჩემსა და ჩემთან მყოფთა საჭიროებებს. ყველაფერი გიჩვენეთ თქვენ, რომ ასეთი შრომით უნდა შეეწეოდეთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალი იესოს სიტყვა, როგორც მან თქვა: გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება. ეს რომ თქვა, მუხლი მოიყარა და ყველასთან ერთად ილოცა. მაშინ დიდი ტირილი ჰქონდა ყველას. ყელზე ეხვეოდნენ პავლეს და ეამბორებოდნენ. უფრო მეტად იმ სიტყვაზე წუხდნენ, რომ თქვა: ვეღარ იხილავთო ჩემს სახეს,
და მიაცილეს იგი ხომალდამდე.